ითანამშრომლებს თუ არა ოცნება გაეროს მისიასთან ექსპერტები, რომლებიც ქვეყანაში ნოემბრის სისხლიანი მოვლენები და ქიმიური იარაღით სავარაუდო მოწამვლის ფაქტები უნდა გამოიძიონ, თბილისში გამოსამგზავრებლად ემზადებიან, რეჟიმი კი დუმს. რას ამბობენ ოცნების წარმომადგენლები? თათია წოწონავა პირდაპირ ეთერში. განცხადება გააკეთა ირაკლი კირცხალიამ, რომელიც ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერია. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არავისთან არაფერი გვაქვს დასამალი, შესაბამისად ჩამოვძაბდნენ ეუთოს წარმომადგენლები და იკვლიონ რაც სურთ და რამდენ ხანსაც სურთ. ამ საკითხზე ქართული ოცნების რიგითებშიც ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ნებისმიერ აქტორებთან ვართ მზად სათანამშრომლოდ. ჩვენ იქაც გავაკეთეთ განცხადება ბატონმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რომ ნებისმიერი საერთაშორისო რელევანტური აქტორი, ვის დაინტერესდება ამ გამოძიებით, შეუძლია ჩამოვიდეს და აბსოლუტურად ყველანაირ მასალას გაუზიარებთ საგამოძიებო მასალებსაც, რომელიც ეს ნიშნავს თუ არა ქართული ოცნების მხრიდან თანამშრომლობის მზაობას ექსპერტთა მისიასთან, ეს არ იკვეთება ამ განცხადებაში. ჟურნალისტები სიცხვილი ადამიანები არიან.